გამარჯობა, მე ვარ ირმა გაჩიჩილაძე, ამერიკის ქართული თეატრის, ნიუ-იორკის ქართული თეატრის მსახიობი 2008 წლიდან. ცუცა კაპანაძის ჩვენი ყველასთვის საყვარელი ცუცა კაპანაძის დამსახურებით მოვხვდი რომის ქართული სამრევლოსთან არსებულ თეატრის სპექტაკლში დრიაში გურიაში დამდგმელი რეჟისორი ლალი ლატარია. უნდა ნერვიულობთ. ჩვენ ვართ ამერიკიდან ჩამოსულები. არიან მსახიობები ჩამოსული ათენის ქართული თეატრიდან, სხვა ქართული თეატრების მსახიობები საზღვარგარეთ და ასე შეკრული დასია, ასე ვთქვათ, ძალიან ნიჭიერები არიან ასევე ათენის მსახიობები და აი ძალიან საპასუხისმგებლო რა თქმა უნდა ამ ხელა გზაზე რომ მოდიხარ სათამაშოდ, იმედია ძალიან მაგარ სპექტაკლს ვაჩვენებთ ჩვენ მაყურებელს და მაყოფილებით. ნახევარი მაინც გლოვი არ იყო. მოგეხსენებათ ქართულ სოფლებში გვარებად და უბნებად ცხოვრობთ. ბევრი კი ერთმანეთის ღვიძლი და ახლონათესავთ. ფრონტიდან მოსული დაღუპვის ერთი ცნობა ბარე 5 ოჯახს ჩააცმევდა ხოლმე ძაძებს. აი ასეთ გადაძაძებულ სოფელში მოხვდნენ ბოშები. მისწორებთ ხომ თვალს? ვინდა იყო? მე თქვენ გეკითხებით. ხო, თქვენ გელაპარაკებით, ვინდა იყო? მითქვა, ვინ? სარია სოსელია. რა იყო კოცია? რაიმე ცუდი ამბავი ხომ არ მოხდა? არ დამიბალო თუ ხმართ იქცავს. ქსენია. ვინ გითხრა პირველად ომიდე იწყოო, ვინ? რა ვიცი, შეკაცო. ვიცხეს ხომ უნდა ეთქვა. შენ რა შოში ხარ? დევიწყე ომი მე. მე დევიწყე ომი მე. ყველაფერი ჩემი ბრალია. მე მქონდა ამ ხალხთან ეს სიკვდილის წერილები. ინაძნელაძე, ვინ მიწა დასაყრელმა შემოიტანა შენს ოჯახში სიკვდილის ქაღალდი, ვინ? ვინა? ვინ
გითხრა პირველად თეიღუპა შენი შვილიო ვინ გითხრა ვინ მე თქვენი წრემლის ყურებ რა თქმა მე ცხოვრება მეზობელს თუ ჩემი დანახვის ეშინია არ მინდა პოსტალიონობა არ მინდა არა გეყურებათ ხალხო თქვენ ღმერთო შენ მაინც არ გეყურება ღმერთო ჩამოდი ფეხად და შენ თვითონ დაურიგე აგიცნობები ამ ხალხს შენ ღმერთი ხარ და ყველაფერს გაუძლებ გეყურება შენ ღმერთო რა დამუჯებულს არა მოიგეხმა ეს სიკვდილის წერილები თავიანთი ცხოვრების თანდაყოლილი ხალისი ენთუზიაზმი და ხელმრუდობა მინიმალურამდე დაერფანათ ღმერთს ვთხოვ ყველაფერმა ძალიან მაგრა ჩაიაროს დღეს აუცილებლად მოდი ჩვენს მაყურებელს დღევანდელი დღეც მიულოცოთ დღეს არის სუთ მოფენობა და მოდი ყველა წმინდა საოცავის მადლი გვფარავდეს და გვეწეოდეს ამ საოცარ პროექტს რადგან ძალიან კარგად ვიცით ემიგრანტებისთვის რამდენად გაუსაძლისია წლების განმავლობაში ცხოვრება საზღვარგარეთ და მე პირადად ძალიან ბედნიერი ვარ რომ რამოდენიმე ქვეყნის ემიგრანტი გაერთიანდით ამ საოცარ ამბავში და მოდი ვისაუბროთ თქვენზე როლი რომელიც თქვენ გაქვთ მე ვთამაშობ ნინა ბებიას რომელსაც შვილი ყავს დაღუპული ფრონტის ხაზზე და 2 წელია ანუ 2 წელია მიღებული აქვს ბარათი სისხლით გაგლიჯილი ტყვით გაგლიჯილი ბარათიშვილის რომელიც დაკარგულია ფრონტის ხაზზე და იმ იმედით რომ იქნებ სადმე ცოცხალია თხოვს ნოდარიეს მოყვანას მარჩიელის დინენა ბებიაშე სატახვე თელი დღე რომ არ ჩადა დედა სადა აი ბაღანე რომ არაფერში არ გამოადგები გას ნენა ფერფადის ქალო რომელი ხარ ფერფადის ქალო უი ნინა შენახა რა ვაშორიდან იდა შეკავ მოდი დაჯექი თქვი რამე რა ხდება ოი ქერქადის ქალო შენი ბაღანე ისადა რა ვიცი მე სადა ქერქადის ქალო შენი ბაღანე უნდა მათხოვო შენი იყოს თუ მიაგნებ და რამეში გამეიყენე მაგუგვანო ემაცა ფერში მადგიადა იზა და თელი დღეა იმ ჩაჩნებთანა და გიტარას უბარყუნებს გუში ხუთი თავისავით ჩაჩანი და ყაზილარი მოვიყარა სახში და ტირის გასასვლელებლად ბალი და პრასი რომ დიდოდნენ აღარ აჩემეზოში რაც მიწის ზემოდან და მიწის ქვემოდან იყო თლად გასასვლელს ყოლიფებს სულ დუტოებია თაფერი რავა დუტუბი
ტილი დაუტიეს, ტილი. იმდენ გუშინდელ საკეთა ხილავდა, ვერ გამოუტიე მაგის ამდალა თავიდან. მაინც მათხოვეს. შენი იყოს გეუბნები თუ მიაგნებ და გამეიყენებ რამეში თქვა. ამას შენი ყურით ვისმენდი, რადგან ხეზე ვიყავი ასული. ჩამოვხდი ხიდან და ვეახელი ძნეაზის ქარს. რა იყო ბებიანინა? მეიზა დაჩი. საერთოდ ბიჭო, შენ აღმოცენდი ახლა ასე უცებ შენ. უნდა მოხლა. შეგასაცვეთებ. შეტილია. მოიბიჭო აგენი. ნოდარია. დამასახლე ნენა. მომიყვანა ერთი ციგნის მარჩიელი ქარი და არ დაგჩები ვალში. ჩემ გრიშაიაზე მინდა ვარჩევიო. კაი ბებიანინა, ვიფიქრებ. შენ გეიხარე, შვილო და შენ მოშენდი და მომრა. არ უთხრა ნენა უარი. არ უთხრა. ერთხელ თვალები ცრემლივით სასე ამობედროს. ვაი შენს მოსწრება შესაცოდაო. შვილის დაღუპვის ცნობა და ტყვით გაგლეჭილი წერილი ახლაც გულით შეაგრძებ. ნენა უყვანე ვინმე დედის გულის სხვა შვილო აგერ 2 წელიწადია გლოვს ესუდეთური ნეტა თუ რაიმისი მეტია გასაცოდა არა წელიწადენა უყვანე შვილო. კაი ბებიანინა, ახლავე მოგიყვან ჩაჩინის ქარს. შენ მომრავდი და მოშენდი, შენ მომრავდი ნოდარი. მოგიყვანს ნენა დაჩი ოქსანა! 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 ოქსანა, ქალო, სადახარ? რამდენი ხანია? იყო ბიჭო, რა მოხდა, რა გახვირებს? ერთი უბედური ქალია. ანუ გეში რა გეხვეწები? რა უნდა ბიჭო? კითხაობა უნდა? კი, კითხაობა უნდა. წამომყევი რა გეხვეწები? არა ბიჭო, არ შემიძლია ხო უქურებ. გეხვეწები, წამომყევი რა. ამ ერთხელ რა გახდა ოქსანა? აი ბიჭო, მომეცი ხელი ცავიდეთ ან. შენ გეიხარე. თეთო აი ვინ მომიყვანე ნენა ამას რომ უცელი ატკივდეს რა მერე რა უნდა ბიჭო ამ სინიორას? რას ამბობს? ასეთმა ახალგაზრდამ საიდან იცის მარჩილობაო? ხარი დაცხნარდეს. ხარ ერთი თაშთი მომითანოს. რაიო ტაშტი მომიდანო. ტაშტიო ბიქი ერთი ზუფერო. შაქარიო, შაქარი. უარ გადარეულა ნენა მაი. შაქარი 3 წელია სიზმარშიაც ამინახა. უხედინა დიანელო. რაიო ფედიაო ბიჭო ფედია 2 წელიწადია მყარია რაიცის მანდა ფედია მოიარეთ ბიჭო საიდან გახსენდა ახლა მაგას ფედია იცნობდა ფედიას ფედიაო, ოქრო, ბაჯავი. ოქრო რა გვეშველება მარილის და უბრალოდ რო არაფერი. ხნარ. ოქროა? ბაჯაღლა. კი. ისე ვიმკითხავ. ჩემ შვილზე, ჩემ გრიშაიაზე მიმკითხავე მაგის მეტი საფიქრალი არ მაქვს მე. კიდე აქვა. კაცო აქ კი არა, წყალიო, წყალი. თავი მომიქანე. დავიღალ. აბატონო წყალსო მოდი გენაცა თხილად რამე არ დაგეცეს ნიეცი სიკეთ სიხარული ამ ღვთისნიერ ქალს.
ძალიან რთული როლია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მარჩელი მეუბნება, რომ ჩემი შვილი ცოცხალია და არეული ერთმანეთში სიხარულის სიყვარული, ბედნიერება, რა ვიცი, ყველანაირად სათამაშო როლია და იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის. ძალიან კარგი. და ერთი, რა დრო გქონდათ და რამდენად სწრაფად მოხდა თქვენი როლში გაწევრიანება? ჩვენ ჩამოვედით სამშაბათს, დღეს არის შაბათი, ანუ 4 დღე მქონდა სარეპეტიციოდ, ასაწყობად, ხვალ უკან მივფრინავთ უკან და თუმცა მე ვფიქრობ ძალიან კარგად შევეწყეთ და ძალიან კარგად პირველივე დღეს გენერალური რეპეტიციის შემდეგ საოცარი მოხდი მოდიოდა. კი ბატონო, და ძალიან კარგი მოხდი და მოკლედ წარმატებები. ქალბატონ ლალის წარმატებები, ყველა საქმეში დას წარმატებები, ჩვენ ყველას წარმატებები, იმიტომ რომ ერთი საქმე გვაერთიანებს და ეს საქმე მე ვფიქრობ, ჩემ პატრიოტიზმს ამით გამოვხატავ, იმიტომ რომ საზღვარგარეთ მონატრებულ ქართველს ვაჩვენებ ქართულ სპექტაკლს, ეს ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი მისია. მე გავახარო ქართველი მაყურებელი. უმეცი მადლობა და წარმატებები. მადლობთ.